რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით დილამ შვიდობის და ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ისტორიკოს ლევან ჯიქიასთან ერთად, რომელთანაც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. დიდი მადლობა ბატონ ლევან და მოდით უთხრათ ჩვენ მსმენელებს, რომ დღეს ჩვენ ვაპირებთ ნოე რამიშვილის შესახებ საუბარს. შევესწრებით, რომ აი ამ საეთერო დროის განმავლობაში მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ მსმენელებს. ბატონ ლევან, არსებობს კიდევაც წიგნი, არსებობს ძალიან საინტერესო დოკუმენტები, რომელიც დაცული არის საქართველოს ეროვნულ არქივში და იქ ჩვენ ვკითხულობთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარებაში საგულისხმო წვლილი შეიტანა არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, თუმცა რამდენიმე მათგანის როლი ფაქტობრივად გადამწყვეტი აღმოჩნდა, მათ შორის იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პირველი პირის პოსტს მხოლოდ 29 დღე იკავებდა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რატომ იყო მისი მმართველობა მხოლოდ 29 დღის განმავლობაში? მოგესალმებით, მესალმები რადიო მსმენელს, დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის. თქვენ მართალი ბრძანეთ, ნოე რამიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე და ის ამ პოსტს იკავებდა 1918 წლის 26 მაისიდან 24 ივნისამდე. 24 ივნისს მან მიმართა ეროვნული საბჭოს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს და აი ამ განცხადებაში მთლად არ არის ფრჩხილები ბოლომდე გახსნილი, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, თუმცა იქ წერია, რომ ქვეყანაში არსებული ანარქიიდან გამომდინარე, ასევე სხვადასხვა ჯგუფების დაჯგუფებები გულისხმობა გაერთიანების მიზნით მიზანშეწონილია მთავრობა გადადგესო, ეს მთავრობა კოალიციური იყო სხვათა შორის, აქ იყვნენ როგორც სოციალ-დემოკრატი მენშევიკები, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მინისტრებად და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არასრული ერთი თვე იარსება ამ მთავრობამ და ისტორიკოსებს შორის არის ასთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა მართალია განცხადებაში წერია, რომ ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი გამოწვევები იდგა და თითქოს ამ გამოწვევებს მთავრობამ ვერ უხელმძღვანელა, ვერ გაუკლავდა ამ გამოწვევებს, თუმცა ალბათ ვერც ერთი მთავრობა ერთი თვის განმავლობაში, ისიც არასრული ერთი თვის განმავლობაში ამას ვერ შეძლებდა და აი აქ უკვე ისტორიკოსები ფიქრობენ, ისტორიკოსების ნაწილი, რომ აქ შეიძლება საქმე კონდეს ეგრეთ წოდებულ ხავერდოვან რევოლუციასთან, ხავერდოვან გადატრიალებასთან, როდესაც ნოე რამიშვილი აიძულეს გადამდგარიყო თანამდებობიდან და შემდგომში პარლამენტმა ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას მიანდო ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და სხვადასხვა აქვე აღნიშნოთ, რომ ეროვნულ დემოკრატები არ უჭერდნენ ამას მხარს, მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა როგორც ასეთი, თუმცა ნოე ჟორდანიამ ამ მთავრობის ფორმირება მოახდინა. თუმცა ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ აქ არ შეიძლებოდა საქმე ქონოდა გადატრიალებასთან, თუ კი ეს მართლაც ასე იქნებოდა, მაშინ როგორ შეიძლებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში, ისევ ნოე რამიშვილისთვის მიენდო, თუ კი თქვათ რამიშვილს და ჟორდანიას შორის ყოფილიყო დაპირისპირება. აქ იკვეთება, რომ პიროვნული დაპირისპირება მათ შორის ნამდვილად არ იყო, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, მენშევიკურ პარტიაში იყო ჯგუფი, რომელიც მართლაც ნოე ჟორდანიას უჭერდა მხარს და მისთვის სასურველი იყო ნოე ჟორდანია ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირი. აქ ასახელებენ ვალიკო ჯუღელს, რომელიც მოგეხსენებათ სახალხო გვარდიის ფაქტიური ხელმძღვანელი იყო და როგორც ამბობენ, მან ითამაშა მთავარი როლი ეს ცვლილება როგორც ასეთი მომხდარიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის შორის არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება არც შემდგომშიც, ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ამის ნათელი დასტურია თუნდაც ის, რომ როდესაც 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში კოპლენის ქუჩაზე მოკლეს ნოე რამიშვილი, ის მიდიოდა პარტიულ შეკრებაზე, მაგრამ ის შეკრება რა თქმა უნდა იმ დღეს ამ მიზეზის გამო ჩაიშალა. ნოე ჟორდანიას უთქვამს მარჯვენა ხელი მომაჭრესო და ვინც მისი იდეების მომხრე ხართ, შეგიძლიათ მიყვეთ მის საქმესო. აი აქედანაც ჩანს, რომ მათ შორის იყო კარგი ურთიერთობა, თუმცა რაღაც საკითხებში იყო ასთა სხვადასხვაობა და მაგრამ ერთსაც დავძენ იმ პერიოდის მოღვაწეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ნოე ჟორდანიას უწოდებდნენ აი ამ სახელმწიფოს ტვინს, მაგრამ ისინი ნოე რამიშვილს უწოდებდნენ ხერხემალს.
ამ სახელმწიფოს ხერხემას და ეს ნამდვილად ასე იყო. მკვლელობის თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, რომ აი საბჭოთა რეჟიმი მალავდა, ხო, ამ პროპაგანდისტული მიზნით დისკრედიტაციისთვის ვრცელდებოდა სხვადასხვა ხმები, თუნდაც აი ამ 29 დღიან მმართველობაზე, ჟორდანია რამიშვილის ურთიერთობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნოე რამიშვილს ჰქონდა ძალიან საინტერესო ბიოგრაფია, ხო, მრავალფეროვანი, აი ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, საინტერესო არის ისიც რომ გარდა იმისა რომ ის აქტიურად პოლიტიკურად პოლიტიკაში იყო ჩართული ის ასევე აქვეყნებდა სტატიებს ხო რაღაცა ისეთი პოზიცია ჰქონდა ყოველთვის აქტიური და აი ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ მისი სტატიებიც რა თქმა უნდა პოლიტიკური კუთხით იყო დაწერილი და ის ხელმძღვანელობდა ხოლმე რამდენიმე გაზეთს როგორც იყო ერთობა სოციალ-დემოკრატი და ასე შემდეგ უთხრათ სვენელს რომ ის 1991 წლის 5 აპრილს დაიბადა გურიაში, სოფელ დიდუანში. პირველ დაწყებითი განათლება ამ სოფელში მიიღო მან. ეს სკოლა სხვათა შორის პატარა ხის შენობა იყო, მამამისის ბესარიონის მიერ იყო აგებული, თვითონ სკოლა კი დაარსებული იყო ცნობილი სოციალ-დემოკრატ ისიდორე რამიშვილის მიერ. შემდგომში მან სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, მოგვიანებით ის სასწავლებლად გადარდის ტარტუს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მაშინ რევოლუციური განწყობა საკმაოდ დიდი იყო და თვითონაც აღმოჩნდა ნოე რამიშვილი ამ მოძრაობაში ჩართული და ის გარიცხეს სასწავლებლიდან, ის ბრუნდება საქართველოში და აქაც რევოლუციურ მოძრაობაში აღმოჩნდა ჩაბმული და სხვათა შორის მას რამდენიმე პოლემიკა ჰქონდა ამ პერიოდში იოსებ სტალინთან, ერთი ასეთი პოლემიკა გაიმართა გურიაში, მეორე ჭიათურაში და ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის ასთა სხვადასხვაობა ბრძოლის ტაქტიკასთან, ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით იყო, მაგალითად თუ კი ბოლშევიკებისთვის ტერორიზმი როგორც ბრძოლის ერთგვარი მეთოდი მისაღები იყო, ნოე რამიშვილისთვის ეს ასე არ იყო და ის მკაცრად უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს ამ საკითხში, მისთვის მიუღებელი იყო ექსპროპრიაცია, ეკლესიების ძარცვა და ასე შემდეგ და ერთი ასეთი პოლემიკა, როგორც ვთქვით, გურიაში გაიმართა და ამ პოლემიკიდან გამარჯვებული სწორედ ნოე რამიშვილი გამოვიდა. მეორე ასეთი პოლემიკა ჭიათურაში გაიმართა, ჭიათურელ მენშევიკებს, როდესაც ისინი პოლემიკაში, პაიკრობაში იყვნენ შესულები ბოლშევიკებთან ძალიან გაუჭირდა და თურმე თბილისიდან გამოიძახეს ნოე რამიშვილი, რომელიც იქ ჩავიდა ვალიკო ჩუბინიძესთან ერთად და გაიმართა ასეთი პოლემიკა და აქაც როგორც ამბობენ ამ ამბის მომსწრეები გამარჯვებული ნოე რამიშვილი გამოვიდა. თუმცა მას ასევე ჰქონდა სხვა დიდ ქართველებთან გადაკვეთის დიდ ქართველებს წყალებში ამბობ ამ შემთხვევაში გადაკვეთის წერტილები, როგორც იყო ვთქვათ ლავრენტი ბერია, რომელიც 1920 წლის მაისში შემოვიდა საქართველოში ბაქოდან, მას ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ჰქონდა დავალებული, მოგეხსენებათ ამ პერიოდში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული და საბჭოთა რუსეთი ცდილობდა საქართველოშიც იგივე მეთოდებით ჩაეგდო ძალაუფლება ხელში, თუმცა ნოე რამიშვილი, რომელიც ამ დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას ჰქონდა სპეციალურად შექმნილი საგანგებო რაზმი და აღმოჩენილი იქნა ბერიას ჩაშუშურის საქმიანობა, მას ბრალი ედებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, ბოლშევიკების სასარგებლოდ აგიტაციაში ის დააპატიმრეს, ერთი დღე ღამის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა საპყრობილეში, შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში და ნოე ჟორდანიასა და ბოლშევიკებს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ბერია გაათავისუფლეს, ის გააძევეს საქართველოდან და კვლავ ის ბაქოში დაბრუნდა. ასევე მას ჰქონდა გადაკვეთა ფილიპე მახარაძესთან, რომელიც ანალოგიური მიზეზით დააპატიმრეს, თუმცა ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე ახალგაზრდობაში მეგობრობდნენ და ამან გადაარჩინა ფაქტობრივად ფილიპე მახარაძე, ის ჩუმად გააპარეს ციხიდან და ის გადავიდა ჩრდილო კავკასიაში და გააგრძელა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება როგორც ასეთი. როგორც უკვე აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში ნოე რამიშვილის შესახებ ალბომი საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამოიცა და მასში უამრავი დღემდე ახალი მასალები არის შესული და აქ არის ასევე ამ კრებულში ასევე არის მოცემული მოგონებები, სადაც ნოე რამიშვილის შესახებ ხვდები ძალიან საინტერესო ინფორმაციას, მისი პიროვნული მახასიათებლების, პიროვნების შესახებაც შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთ-ერთ მოგონებაში წერია, რომ ნოე მართლაც მოხდენილი, ლამაზი, ახალგაზრდა იყო, შეხედვით მაღალი, გამხდარი, მუდამ ლამაზად ჩაცმული და აქ არის ასევე ისტორია თუ როგორ გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე და ასევე არის რა თქმა უნდა მისი ცხოვრების ბოლო პერიოდზეც საუბარი. კი, მისი მეუღლე გახდათ მარიამ გოგიაშვილი. ის 1905 წელს დაქორწინდა მარიამ გოგიაშვილზე, მათ ყავდათ 4 შვილი, ბენო, აკაკი, თამარი და ნინო.
ის ამ პერიოდში რევოლუციურ მოძრაობაში იყო აქტიურად ჩართული, ამიტომაც ერთ პერიოდი დააპატიმრეს ჟანდარმერიდან, თუმცა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მეორე ჯერზე ის დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს და შემდგომში მან თან წაიყვანა იქ თავისი ცოლშვილიც და ერთ პერიოდი ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ. რომელ წელს ანუ ის იყო 24 წლის აჯანყების ორგანიზატორიც იყო აქტიური. ამ დროს ის ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა სწორედ პოლიტიკური ხელმძღვანელი ამ აჯანყებისას სწორედ ის გახდა და რა თქმა უნდა ეს საბჭოთა სპეცსამსახურებს არ გამოპარვია და ამიტომ მიზანში ამოიღეს სწორედ ნოე რამიშვილი და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ლავრენტი ბერიას ერთი მოხსენება, რომელიც 1930 წლის 11 აგვისტოში თარიღდება, ანუ ნოე რამიშვილის მკვლელობამდე 3 თვით ადრე. აქ საუბარი არის ემიგრაციაში ქართული პოლიტიკური პარტიების ურთიერთობაზე და მინდა გითხრათ, რომ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, დაპირისპირება ჯერ კიდევ საქართველოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იყო, განსაკუთრებით ეროვნულ დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის იყო ეს დაპირისპირება, თუმცა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო და ისინი ემიგრაციაში გაემგზავრდნენ და აი ამ დაპირისპირების სათავეში გამოყენებას ცდილობდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სპეცსამსახურები და სწორედ ამაზე არის ლავრენტი ბერიას აი ამ მოხსენებაში საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დახურულად მიმდინარეობდა ეს ხდომა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ნოე რამიშვილზე გაკეტა, როგორც პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთ შეურიგებელ მოწინააღმდეგეზე საბჭოთა ხელისუფლებასთან მიმართებაში და ამიტომ აქ ფაქტობრივად დაიგეგმა მისი მკვლელობა. ლავრენტი ბერია ითხოვდა, ის ამ დროს ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოს, ანუ ეგრეთ წოდებულ უშიშროებას, ის ითხოვდა, რომ მას კიდევ მეტი დაფინანსება ქონოდა და საზღვარგარეთ მოქმედების უფრო მეტი შესაძლებლობა და როგორც ჩანს, მისმა მოხსენებამ პოვა ასახვა დაფინანსებაშიც და შესაბამისად სისრულეში იქნა მოყვანილი მისი მკვლელობა, მაგრამ ეს ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, აუცილებლად მკვლელი უნდა ყოფილიყო ქართველი, ყოფილი სოციალ-დემოკრატი და ქართველის ხელით უნდა შესრულებულიყო ეს საქმე და მართლაც მათ გამოძებნეს ასეთი პიროვნება, როგორც იყო პარმენ ჭანუყვაძე. ის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში იყო ერთი პერიოდი, თუმცა მე პარტიიდან გარიცხეს. 1924 წლის აჯანყებაშიც მონაწილეობდა პარმენ ჭანუყვაძე გურიაში, ერთ-ერთ რას ხელმძღვანელობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის ჯერ გადავიდა ოსმალეთში, თურქეთში და შემდეგ მოგვიანებით აღმოჩნდა საფრანგეთში. სხვადასხვა ქარხანაში მუშაობდა, პეზოს ქარხანაში მუშაობდა ერთ პერიოდში, დუბსის ქარხანაში, თუმცა თვითმხილველები, ვინც მას იცნობდნენ, ამბობენ, რომ ძალიან მძიმე ხასიათის ადამიანი იყო და სწორედ ასეთი ადამიანი იქნა შერჩეული საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ და სასამართლო პროცესზე რაც მან მიზეზად დაასახელა ამ კლუბის, ეს ერთი მსხვერპლით აბსურდი იყო, მე ვიტყვი აი ამ მიზეზებსაც, რაც თითქოს და მან დაასახელა და მსვენელს მანამდე უთხრათ, რომ ეს მკვლელობა მოხდა 1930 წლის 7 დეკემბერს, როდესაც პარტიულ შეკრებაზე მიემართებოდა ნოე რამიშვილი, ის დაუკავშირდა ერთ-ერთ პარტიულ კოლეგას სანდრო მენაღარიშვილს და მასთან ერთად უნდა წასულიყვნენ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ერთ-ერთ კაფეში, შევიდნენ ამ კაფეში, იქიდან გამოსულები გობლენის ქუჩაზე მიემართებოდნენ ფეხით, როდესაც ჩასაფრებულმა პარმენ ჭანუყვაძემ ორი გასროლით მოკლა ნოე რამიშვილი და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა სანდრო მენაღარიშვილსა და პარმენ ჭანუყვაძეს შორის. ჭანუყვაძეს მენაღარიშვილის მოკლაც უნდოდა როგორც თვითმხილველის, თუმცა ეს მან ვერ შეძლო. აი ამ ორ მტრიალში პოლიციაც გამოჩნდა და პოლიციამ დააკავა ადგილზე პარმენ ჭანუყვაძე და ასევე ადგილზევე გარდაიცვალა ნოე რამიშვილი და 14 დეკემბერს გაიმართა ნოე რამიშვილის დაკრძალვა, მას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, კავკასიის ემიგრირებული მთავრობის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სოციალისტური პარტიების წარმომადგენლები, პრესა, როგორც ფრანგული, ბელგიური, გერმანული აჭრელებული იყო ამ ამბი და სხვათა შორის ფრანგულ პრესაში დაიწერა ის, რომ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამოკემსილი და კერილი წინ დაეცვალა. აი ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და კონკრეტულად ნოე რამიშვილი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მიზეზს, რომელიც პარმენ ჭანუყვაძემ დაასახელა სასამართლოზე, ის იყო, რომ თითქოს ნოე რამიშვილმა და მისმა პარტიელებმა დააკარგნეს მას სამსახური დუბსის ქარხანაში, სადაც ის მუშაობდა. ასევე ერთ-ერთ მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ნოე რამიშვილი დააპირდა, რომ ის შეუწყობდა ხელს საქართველოში დაბრუნებაში, თუმცა ამ მიმართულებით მანო არაფერი გააკეთაო. ასევე ქართული პოლიტიკური ემიგრაციაო დაანაწევრაო ნოე რამიშვილმაო
და ასევე აჯანყებაზე იყო საუბარი 1924 წლის აჯანყებაზე, რომ მან ხალხი წააქეზაო წარუმატებელი აჯანყებისკენ. ეს იყო თითქოს და მიზეზები, რაც მან დაასახელა, თუმცა მაშინათვე ყველა ხვდებოდა და უცხოური პრესაც ამას აღნიშნავდა, რომ ეს სინამდვილეში იყო შეკვეთილი მკვლელობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ. პარმენ ჭანუყვაძეს ორი ადვოკატი ყავდა და ერთ-ერთი ადვოკატი ნიშანდობლივია იყო საფრანგეთში საბჭოთა კავშირის საელჩოს მიერ დაქირავებული ადვოკატი. ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ იყო საბჭოთა კავშირი დაინტერესებული პარმენ ჭანუყვაძის დაცვით, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. სასამართლომ პარმენ ჭანუყვაძეს გამოუტანა საკმაოდ მკაცრი განაჩენი, მას მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მას ეკრძალებოდა საფრანგეთში ცხოვრება. როგორც ჩანს, პარმენ ჭანუყვაძე არ ელოდებოდა ასეთ მკაცრ განაჩენს, რადგანაც მას მფარველები ყავდა და მათი იმედი ჰქონდა როგორც ჩანს და საკმაოდ აღელვებულმა დატოვა სასამართლო დარბაზი. შემდეგ როგორც ამბობენ, ის საპატიმროში ერთგვარ რელიგიურ ექსტაზში გადავარდა, წვერი ჰქონდა მოშვებული, მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა და მისი მხრიდან ორჯერ იყო მცდელობა ნოირამიშვილის ოჯახს დაკავშირებოდა, ის მზად იყო დაესახელებინა ამ მკვლელობის შემკვეთი, თუ ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან, თუმცა როგორც ჩანს ოჯახისთვის ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, ამიტომ მათ არ გამოუთქვამთ არანაირი სურვილი პარმენ ჭანუყვაძესთან შეხვედრის და ჭანუყვაძე 1934 წელს პატიმრობაში გარდაიცვალა. და ერთგვარად რომ შევაჯამოთ, ხო, ჩვენი გადაცემის ბოლოს, აი ნოე რამიშვილი, ხო, აი ჩვენი გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ არაერთი პოლიტიკური ლიდერი იყო, ხო, და მათ მოიყვანეს საქართველოს დამოუკიდებლობამდე, და აი ამ გამორჩეული ლიდერი იყო ასევე ნოე რამიშვილი, რომელიც რამდენიმე მიუხედავად ხან მოკლე პერიოდისა, რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ეს ხომ არ იყო, ხო, იგივე 29 დღიანი მმართველობა, იგივე შინაგან საქმეთა მინისტრობა, იგივე ითავსებდა სამხედრო მინისტრიც იყო, ხო, ამავდროულად და სახალხო განათლების ითავსებდა. ასე ერთი პერიოდი, როდესაც აკაკი ჩხენკელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში სპეციალური დავალებით იყო მივლენილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც ითავსებდა როგორც ასეთი, თქვენ რაც აღნიშნეს, რომ ის არასრული ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მთავრობას, ამ დროს სწორედ მან მოაწერა ხელი 1918 წლის 28 მაისს ფოთში გერმანელებთან დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სამხედრო ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებდა და რომლითაც ფაქტობრივად დე-ფაქტო ცნეს გერმანელებმა საქართველოს დამოუკიდებლობა, ასევე ის აწერს ხელს 1918 წლის 4 ივნის ბათუმში ოსმალეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალეთმა დე-ფაქტო და დე-იურე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ასევე ის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა გახანგრძლივებულიყო და ეს მან რამდენადმე მოახერხა კიდეც, რადგანაც მის მიერ შექმნილი საგანგებო რაზმის მეშვეობით მან გამოავლინა ასეულობით აგენტი, სხვადასხვა ქვეყნის აგენტი, აქ მარტო რუსეთზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის თუნდაც სომხეთზე, საუბარი არის აზერბაიჯანზე, ოსმალეთზე, სხვადასხვა ქვეყნის აგენტები გამოავლინა და ისინი გააძევეს საქართველოდან. ასეულობით იყო ასეთი გაძევებული ადამიანი, ასევე ის თუ ბოლშევიკების მიმართ განსაკუთრებული შეურიგებლობით გამოირჩეოდა, მათი არაერთი პერიოდული ორგანო დახურა, არაერთი ორგანიზაცია დახურა და სხვათა შორის 1920 წელს, როდესაც შემოვიდა საქართველოს საბჭოთა რუსეთის შეარაღებული ძალები, ფილიპე მახარაძემ შეუთვალა ნოე ჟორდანიას, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, თუ კი შენ საქართველოში დარჩები, რათა სიცოცხლე შეგინარჩუნოს საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ იგივე გარანტიას მე ნოე რამიშვილის მიმართ ვერ გავცემო. ეს ისედაც ცხადი იყო, ის ბოლშევიკების მიმართ იყო შეურიგებელი, ასეთი შეურიგებელი პოლიტიკა ჰქონდა მას ემიგრაციაში და ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ სპეცსამსახურების სამიზნე გახდა ის. ასე რომ თუ კი ამ სახელმწიფოს არსებობა 2 წელიწად 8 თვეს გაგრძელდა, ეს დიდწილად სხვებთან ერთად უპირველეს ყოვლისა სწორედ ნოე რამიშვილის დამსახურება, რომელიც თავისი შეურიგებელი პოლიტიკით აკეთებდა იმას, რომ საქართველოს მტრებს, საქართველოს მოწინააღმდეგებს ქვეყნიდან აძევებდა, აპატიმრებდა, ასევე თუ კი მცდელობა იყო სახელმწიფო ქონების დატაცების, საბოტაჟის და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანების მიმართ ის საკმაოდ პრინციპული და მკაცრი იყო. და გამოირჩეოდა ამ პრინციპულობით. დიახ, და ამიტომაც რკინის მინისტრს ეძახდნენ მას როგორც ასეთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი ლევან ჯიქია, ისტორიკოსი და ჩვენ საუბრობდით ნოე რამიშვილის შესახებ.